ეს არჩევანი ადამიანმა უნდა გააკეთოს და აუცილებლად უნდა გააკეთოს. და ამის შემდეგ რა არჩევანი, ესე იგი, აი ვინ იქნება ის, როდესაც სასუფეველი დადგება, როდესაც ქრისტე ამ შემთხვევაში მეორედ მოვა, აი როგორ ადგილს დავიკავებთ. ეს არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ეხლა უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი აუცილებლად და ნახეთ რა შეუნება შემდეგ მოციქულებს, მიუბრუნდება და მოციქულებს ეუბნება, რომ ნუ განრისხდებით. ნუ განრისხდებით, იმიტომ რომ ეს, რასაც ესენი ითხოვენ, ეს არ არის ის, რაც თქვენს ყურს ესმის. იმიტომ რომ ადამიანის ყურს ახლა აი როგორც მე მოგიხევით ეს ამბავი, სპეციალურად მოგიხევით, ესე რომ ესე იგი ესე გამოსულიყო, რომ ვითომ ესენი თანამდებობას ითხოვენ და ის ეუბნება, რომ ეს წარმართებს შორის არის ასე. რომ ადამიანი, როდესაც თანამდებობაზე ფიქრობს, თანამდებობის დაკავება უნდა, სამწუხაროდ ესეა, რომ ის ფიქრობს იმაზე, რომ რამდენი ადამიანი მოემსახურება მას. და მე არ მოვედი იმისთვის, რომ მე მომემსახუროთ. მე მოვედი იმისთვის, რომ მე მოგემსახუროთ, ამიტომ ვისაც თქვენ შორის უნდა რომ იყოს უფროსი. ეს უფროსობა უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ის უნდა იყოს ყველას მსახური. ფაქტიურად იაკობი და იოანე ითხოვენ იმას, რომ ჩვენ დაგვნიშნე სხვების მსახურებად. ჩვენ დაგვნიშნე იმათ, ვინც ყველაზე მეტად გაიზიარებს შენს ჯვარცმას. და ეს არის სანაკებო სურვილი. ნახეთ უცებ როგორ სხვა კუთხით როგორც კი შევხედავთ, სრულებით სხვანაირად წარმოჩნდება ამათი სურვილი და ეს სწორედ ახლა უნდა მოხდეს, სანამ უშუალოდ დაიწყება ერთი კვირის შემდეგ, უკვე ჩვენ შევდივართ, შეიძლება ითქვას კალენდარულად ყოველდღიურ მოვლენებში ჯვარცმას წინ რაც უძღოდა და შემდეგ ჯვარცმის შემდეგ რაც იყო. ჯვარცმა და აღდგომა არის განუყოფელი. ჯვარცმა ეს არის გაზიარება იესო ქრისტეს აი ამ უდიდესი მსხვერპლის, რაც მან ჩვენთვის გაიღო. და აუცილებლად ჯვარცმას მოყვება აღდგომა. აღდგომა არის სრულებით გარდაუვალი ჯვარცმისათვის, ისევე როგორც ჯვარცმა არის გარდაუვალი აღდგომისათვის, ჯვარცმა თუ არ გაიარე, ვერ აღდგები. თუ არ მოკვდი, უნდა მოკვდე ცოდვაში, რომ აღდგე შემდეგ ქრისტეში. აი ეს არის დღევანდელი სახარების შინაარსი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ არის დასაძრახი დღეს ამაზე ფიქრი, რომ იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ როგორი იქნება ჩვენი სიხარული. ეს სიხარული დღეიდან მზადდება. დღეიდან კი არა, ეს სიხარული წინასწარ მზადდება. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ როგორ მოვახერხოთ ჩვენ და როგორ ვიყოთ სხვების მსახურები. აი ამაზე არის დღეს ლაპარაკი და მინდა კიდევ ერთხელ წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც მალე იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.